მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. დღეს კიდე ახალი ფორმატი გაქვს, ორი კატა. ვნახოთ ახლა ჩვენ ასეთი გაშლა, შენი ცხოვრება მის გარეშე. რატო ავიღე ეს გაშლა? იმიტომ რომ ახლა ამ ბოლო დროს ძალიან ბევრი სიტუაციები ხდება, რომ მიდის განშორება. ბევრი მე ვიცი, ნუ ჩემი ყოველ შემთხვევაში ასე ვთქვათ, არ მიყვარს სიტყვა კლიენტები რა, ნუ ადამიანებს ვისაც ახლა თქვა, მენდობიან და ვისთანაც მე მუშაობ, ასე რომ თქვა, აქვს ეგეთ სიტუაციები. ნუ ვიფიქრე, რომ ახლა შეიძლება თქვენთვისაც იქნება საინტერესო ეს გაშლა. ვნახოთ თქვენ ახლა აი როგორ რა გრძნობებით იყავით თქვენ მასთან. ახლა როცა არ არის ეს ადამიანი თქვენს გვერდით, შეიძლება რაღაცისგან განთავისუფლდით თქვენ და ასე შემდეგ. როგორც ყოველთვის კითხვები მაქვს ბევრი და რა თქმა უნდა იმასაც ვნახოთ ახლა რა შეიცვლება ახლა რა ახალი ეტაპი შეიძლება გელოდება თქვენ ცხოვრებაში. ისიც რა თქმა უნდა ვნახოთ. ნუ აქ ასეთი კითხვები მექნება, რომ სიგნიფიკაცია რა ესაჭირო სიტუაცია თქვენ გაიგეთ რა. შეიძლება ეს იყოს ძველი პარტნიორიც, ვისთანაც ვთქვათ, ნუ თქვენ დაშორდეთ და ეხლა ვთქვათ, ფიქრობთ ზოგჯერ რა, ანუ შეგიძლიათ ეგეთ ადამიანზეც ნახოთ, ანუ საერთოდ, ანუ შენი ცხოვრება მის გარეშე. აი ესეთი იქნება სათაური და თქვენ ალბათ თვითონ რას გაიგებთ, ნახოთ, აბა. ანუ რას გრძნობდი, როცა ის შენს გვერდით იყო. და ასე გავაკეთებ ახლა დღეს მე, რომ კიდე მექნება ამ კითხვას, კიდე კითხვა ექნება და ამიტომ მოვამზადე ეს ორი ახალი დასტა უკვე იცით თქვენ, ხო? ნახოთ ახლა სინამდვილეში თქვენ რას გაძლევდნენ, ან რას გართმევდნენ ეს ურთიერთობა, რაც გაძლევდა ან გართმევდა ეს ურთიერთობა, ჩვენ ვკითხოთ კიდე. так, აი ამას ცოტა აი ასე გავაკეთოთ. так, შემდეგ. ეხლა რას გრძნობთ? აი ახლა, როცა ის შენს გვერდით აღარ არის. და აქ კიდე ისეთი კითხვა დავუსვათ ჩვენ, რომ შენი ნამდვილი გულწრფელი რეაქცია ამ დაშორებაზე. ნუ აქ ნახოთ რას გრძნობდი და აქ უკვე აი უფრო ზუსტად რო გვიპასუხოს კიდე. მარტო მოდი ხა, დაჟე ორი მოდის, ოკეი. შემდეგი კითხვა გვაქვს ჩვენ. რისგან განთავისუფლდი მასთან ურთიერთობის დასრულების შემდეგ? აი შენ თვითონ რისგან? და აქაც ვნახოთ მაინც, აი ასე რომ, აი თქვათ შეიძლება რამე ბლოკი იყო, შიში იყო. ან შეიძლება პირიქით რამე შეზღუდვა გაქრა, ხო? აი ვნახოთ უფრო დაზუსტებით რას გვეტყვის ჩვენ და რომ ცოტა გრძელი მგონი გამოვა გაშლა, ხო? ამიტომ თქვენი ლაიკები აუცილებლად და კომენტარები დაგვეხმარება, ხო? რომ შეიძლება ვიღაცისთვის არის აქტუალური ეს გაშლა, მაგრამ არ იცის, ჩვენ კი გავაცნობთ, ხო? და შემდეგი ვნახოთ ახლა ჩვენ კითხვა. რას იძენ შენ აი იმ გზაზე, რომელიც ახლა ადგები. ანუ ეხლა ხო მარტო განთავისუფლდა, ასე რომ ვთქვათ, ხო? რას იძენ? და უფრო მინდა გვითხრეს, ანუ რა ახალი თვისებები, შესაძლებლობები, თავისუფლება იშლება ახლა შენში. ვნახოთ რა კონკრეტულად, ანუ. так, ანუ მიჩვუტები. შემდეგი, ანუ რას დასწავლა ადამიანმა, ეგაც ნახოთ.
ნახოთ რას გასწავლა ამ ადამიანმა, რა კარმული გაკვეთილი ან გამოცდილება კონკრეტულად. მოდის ისეთიც. Так, და კიდე ორი კითხვა მექნება, როგორია ახლა ხარ შენ მის გარეშე? როგორი ხარ ახლა მის გარეშე? როგორ შეიცვალა შენი პიროვნება, ენერგეტიკა, შეგრძნებები. так, ერთია და ორი. და ბოლო კითხვა ესეთი იქნება, როგორი რა, ანუ ახალი ეტაპი რა, გელოდება. ახალი ეტაპი. გელოდება შენს ცხოვრებაში. რა გელის უახლოს მომავალში ახალ გზაზე. რა გაგიხსნება? აქაც მე მგონი მოდის даже სამი კარტი. Замечательно. Всё. Видишь борбали. Цулилеба. Гандегили. კარგით. Всё. დავიწყოთ რო ეხლა რო შევალ, აღარ გამომიყვანთ. ხო? Так, კარგით. აბა ნახოთ, რას გრძნობდი, ხო? როცა ის შენს გვერდით იყო, ეს როგორც სიგნიფიკაცია შეიძლება იყოს რა. რას გრძნობდი? ანუ შენ რას გრძნობდი? ეხლა ნახეთ, აქ გეტყვით მეთქვა, რას გრძნობაზე კი გვეკითხებიან, მაგრამ ნახეთ ეხლა, ეხლა ვეცდები აგექსახდერ გურლამაზით არის აქ, ხო? პირველ რიგში შეიძლება გქონდეთ თქვენ რაღაცა სიმშვიდე, კი, შეიძლება იყო რაღაცა პერიოდი, როცა თქვენ ნამდვილად, ანუ ეს შეხვედრა საერთოდ როცა მოხდა, თქვენ ძალიან გახარებულიც იყავით, შეიძლება даже არც ელოდებოდით საერთოდ თქვენ აი თუ ეს ადამიანი შემოვიდოდა თქვენ ცხოვრებაში რა. და ანუ როგორი მომენტი არის, იცით? აქ შემიძლია ვთქვა, რომ იყო რაღაცა პერიოდი, როცა ნამდვილად ერთად მიდიოდით, ანუ ერთ გზაზე მიდიოდით, ძალიან კარგადაც, კომფორტულადაც გრძნობდით მის გვერდზე თავს. ძალიან შეიძლება მშვიდათაც გრძნობდით თავს და даже მე არ გამეკვირდება, რომ თქვენ აგრძნობთ რაღაც აღორძინებას, რომ შეიძლება თქვენ თვითონ შეიცვალეთ, გაიზარდეთ. ეხლა რა თქმა უნდა, თუ არა გაქვს შენ არანაირი კარგი პოზიტიური თქვა დამოკიდებულება ადამიანთან ურთიერთობაში, რა გინდა ეგეთ ადამიანთან? ესე იგი, რაღაცა უკვე ექიმი გჭირდება, ხო? რა თქმა უნდა, ეხლა ადამიანთან იმიტომ ხარ, რომ დაუშვათ შენ გაქვს, რამე გრძნობა, ხო? და პლუს კიდე რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის, ვიცით ჩვენ, რომ ჩვენ ადამიანთან გავდევართ რაღაც გაკვეთილებს. აქ კი ვნახავთ ცალკე, მაგრამ აქ უკვე შემიძლია იგითხრათ, რომ ნამდვილად იყო სიტუაცია, როცა თქვენ ანუ აქ ისეთ ეხლა მაჩვენებენ როგორ ადამიანს, იცით, რომელმაც აიღო ყველაფერი, აი კარგად ხართ განწყობილი, აი აქ თქვენ არა ხართ ისე განწყობილი, რომ თქვათ, აი ძალიან ცუდი ადამიანი, უკაცრავად მარტო ვიტანჯბოდი მაგასთან, არაფერი არ მივიღა, არა. თქვენ ნამდვილად ბევრი რაღაცა მიიღეთ ამ ადამიანისგან, ნამდვილად ბევრი კარგი პერიოდიც იყო, ნამდვილად ზოგი მართლა მშვიდათაც იყავით და ნამდვილად რო გითხრათ, რომ მართლა ბევრი რაღაცა გადალახეთ კიდევაც რა, იმიტომ რომ აი ძალიან მომწონს ეს ხმალების ექვსიანი, ძალიან მაგარი არის რა. ანუ აქ თითქოს თქვენი განვითარებაც იყო რა და გრძნობდით თავს კარგად, მოდით ასე რომ ვთქვათ, მაგრამ ვნახოთ ეხლა სინამდვილეში გაძლევდა თუ გართმევდა ეს ურთიერთობა. პრინციპში გაძლევდა, სტაბილურობას გაძლევდა, კი ბატონო, აქ ვერ ვეტყვი, რომ არაფერს არ გაძლევდა. კი, იყო ბევრი კარგი რაღაცები, იყო შეიძლება გულგატეხილებაც, იყო შეიძლება ეხლა კარგი პერიოდი, იყო ბევრი რაღაცა იყო რა. აქ ეხლა ვერ გეტყვით, რომ რამეს რო გართმევდა, ვერა.
პირიქით შეიძლება რაღაც უფრო სტაბილურობა, პრინციპში ისედაც გვაჩვენეს ჩვენ ახლა. ნამდვილად ახლა სუნთლად ისე ცუდი რაღაცები არა, ჩვენ ახლა რატომაც ვართ ხოლმე განწყობილი, ახლა რადგან უკვე ადამიანთან დავშორდით თქვათ ან მის გარეშე ვართ, ახლა ესე იგი ცუდი რამე უნდა თქვათ. არა, აქ ვერაფერს ვერ ეთქოთ თქვენ ნამდვილად ცუდ ადამიანს, იმიტომ რომ აქ სულ მცირე მოდით ასე თქვათ, თუ თქვენ თვითონ დაუშვათ ახლა ბრაზდებით ადამიანს, და არ მინდა ახლა წავალ კიდე ღრმად ჩემს იმაში რა ქვია ტრენინგებში რა. всё, კარგით არის. ეხლა ვნახოთ თქვენ რა გრძნობა გაქვთ ეხლა, როცა ის არ არის შენს გვერდით. ესე იგი რა არის, იცით, საერთოდ, კარგად ხართ რა, კარგად ხართ, მშვენივრად ხართ, შეიძლება მეგობრებს ხვდებით, ან ყავთ თქვენ ისეთი გარემო, სადაც შეგიძლიათ თქვენ ახლა დაუშვათ, კარგად იგრძნოთ თავი, რო გითხრათ ახლა აქ დეპრესიები და რამე გაქვთ, არა, მოდით აბა ვნახოთ ახლა მაშინ გადასარევად უნდა იყოთ პრინციპში, ხო გეუბნებით? ანუ ეხლა აი აქ ეთყობა, რომ თვითონ თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც უყურებს სიტუაციას, არა მხოლოდ თქვათ იმ მხრიდან, რომ აი გულის ტკენები და ასე შემდეგ რა, ეთყობა გააზრეთ რა, ანუ რატომ, რისთვის და ასე შემდეგ რა. გათვალისწინებული ადამიანი არის პრინციპში რა. ან შეიძლება უკვე მართლა არის როგორ კიდე იცით, როცა თქვენ თვითონაც გრძნობთ, რომ მე ამ ურთიერთობიდან რაც უნდა ამეღო, კარგი გაგებით თუნდაც რა, უკვე ყველაფერი ავიღე რა, მეტი ახლა რა. და პირიქით შეიძლება რა ეს არის როგორი ტკივილი შეიძლება იყოს, როცა ახლა კარგი აი ძალიან მაგარი თქვათ მეგობარი ყავთ ან ნათესავი და უნდა წავიდეს ახლა თქვათ სხვა ქალაქში და გული გწყდება, იმიტომ რომ კარგი იყო, ბევრი ისეც იყო, მაგრამ უნდა წავიდეს და რაღაც თითქოს აი გული გწყდება. აი ეს მომენტი შეიძლება იყოს, მაგრამ ისე რომ თქვათ მშვენივრად კარგად ხართ, მაგრამ ვნახოთ ახლა თქვენი ნამდვილი გულწრფელი რეაქცია ამ დაშორებაზე რა, ნამდვილი. აი როგორც გითხარით. ნამდვილად. თქვენ გულით გაუშვეთ ეს ადამიანი, იცით? გულით გაუშვეთ, იმიტომ რომ ანუ თითქოს გზა დაულოცეთ, მოდით ასე რომ ვთქვათ. აი გზა დაულოცეთ თქვენ ამ ადამიანს და ასეთი გაშვება შეუძლია იცით ვის მხოლოდ ადამიანს, ვინც თავის თავზე მუშაობს, თან ძალიან მაგრად, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში ჩვენ უფრო ვართ როგორ აი თქვათ ეხლა ნაწყენი ვარ, წვევლა, ლანძღვა, ეგ ისეთი ასეთია. მაგრამ აი ამ შემთხვევაში თქვენ პირიქით რა, აი თითქოს გზა დამილოცნია რა. ანუ მე გისურვებ შენ ყველაფერს კარგს შენს ახალ ცხოვრებაში და აი თქვენი რეაქციაც ეს იყო რა. ნამდვილად როცა თქვენ დაშორდეთ ამ ადამიანს, ნამდვილად აი ეგეთი იყო, რომ მე შენ გიშვებ ახალ ცხოვრებაში. ყოჩახ თქვენ რა. ვნახოთ ახლა ჩვენ რა გაანთავისუფლეთ თქვენში რა გაანთავისუფლეთ როცა ეს ადამიანი, მისგან რო წახვედით რა. თქვენში რა განთავისუფლდეთ ძალა, რამხელა ძალა შეხედეთ, რამხელა ძალა განთავისუფლეთ რა. ან ნახოთ რა ბლოკები გქონდათ. რა ბლოკები გქონდათ, იცით რაღაცა სირთულეებით. ახლა რა არის, იცით? პრინციპში თქვენ გაანთავისუფლეთ რა. მე ხა არ ვიცი, ზოგს შეიძლება გქონდა დაუშვათ ახლა რაღაცა, ანუ ვერ ვაკეთებდი იმას, რაც მე მინდა დაუშვათ, ხო? კი, შეიძლება იყო რამე ესეთი დაბრყოლება, მაგრამ ამავდროულად შემიძლია ვთქვა, რომ აქ თითქოს იგრძენით თქვენ, აი იცით რა არის, აქ მაგარი ინტუიცია აქვს ადამიანს, ხო? და აი თითქოს იგრძნობა ისეთი გქონდათ, რომ დრო არის უკვე, რომ უნდა გაგიშვა, უნდა დავშორდეთ. აი ეგეთი მომენტი შეიძლება იმიტომაც აი ასე ადვილად გაუშვეთ თქვენ რა, იმიტომ რომ ინტუიცია აქ არის ძალიან დიდი ინტუიციის პატრონი, რა თქმა უნდა, ხო?
და აი ზუსტად ეს მომენტი არის, როცა მე შენ გიშვებ, იმიტომ რომ გრძნობ, რომ მორჩა, სხვათა შორის აი ეს ძალიან ხშირად ემართება. ნუ ჯერ საერთოდ ინტუიცია ვისაც აქვს განვითარებული, აი მე-16, მე-13 არკანში, აი ვინც დაბადებულები ანიჩზე, ვისაც აქვს აი ეგეთი რაღაც ენერგიები, ანუ ურთიერთობის კარმაზე შეიძლება გქონდეს და აი ეს ან პირად დანიშნულებაზე თუნდაც, ხო, ამ ადამიანებს აი ეს უნარი აქვს, რომ უკვე გრძნობენ, რომ ნუ всё მორჩა რა, აი ამ ურთიერთობიდან მე ვეღარაფერს ვეღარ ამოვიღებ რა. და ეს არ არის ცუდი, რომ თქვა შენ ახლა მე არ ვიძახე გამოყენებაზე, მე ამაგაზე არ ვგულისხმობ, რომ აი всё ფული დავამთავრე და კაც წავედი. არა, ეგრე არა. ანუ თუნდაც ანუ სულიერად ვერა თქვა კარგი ადამიანია, მშვენიერი ადამიანია, ხო ძალიან მადლობელი ვარ იმის რომ ჩემ ცხოვრებაში იყო ეს ადამიანი, მაგრამ უკვე ვეღარაფერს ვეღარ ვიღებ ამ ურთიერთობიდან, უკვე რაღაცა ვერ ვითარდები, აი თუნდაც ხო? ანუ ვერ მივდივარ წინ დაუშვოთ, იმიტომ რომ სიტყვაზე ახლა შეიძლება იმ ადამიანს არ ესმის თქვენი სიტყვაზე განვითარება, თქვენ რაღაცას აკეთებთ, ხო? იმას ეს არ ესმის, ან აზრები უკვე აღარა გაქვთ ერთნაირი, ან ვაფშე სულ სხვა მიმართულებით მიდიხართ სიტყვაზე, ხო? ნუ გრძნობთ, რომ უკვე ანუ ვერა, აი მართლა ბლოკავს და აი აქ ძალიან ბევრი ძალა გამოდის თქვენი რა. ანუ ეს პირადი ძალა არის, რომ ანუ უფრო მეტად სიძლიერე სხვათა შორის ძალიან მაგარი. აი კიდე ახლა რა ვიცი, ალბათ ვიღაცისთვის შეიძლება იყოს ეს ინფორმაცია, როცა გოგოებს ზოგჯერ ეშინიათ, რომ თქვათ, მე რომ ამას დავშორდი, ხო? აი ვისაც შვილები ყავთ, შეიძლება პატარა შვილები ყავთ, ხო? აქვთ შიში იმისი, რომ ეხლა მე რომ ამას დავშორდები, მე რა მეშველება, საწავიდე, სახლი მე არა მაქვს სიტყვაზე, ან თქვათ ისეთი შემოსავალი არა, როგორც მას აქვს, ანუ ბევრი რაღაცა მომენტები, ზოგი ახლა უცხო ქვეყანაშიც არიან, თქვათ, იქ აქვთ ურთიერთობა და შეიძლება ადამიანთან თქვათ, ნუ ყველას თავისი თემა, მაგრამ აი ეს შიში შეიძლება ზოგჯერ არის, მაგრამ იცოდეთ, რომ ჩვენ არასოდეს არ გვაძლევენ ისეთ გამოცდებს, ხო, რასაც ჩვენ ვერ მოვერევეთ. არავის არასოდეს ჩვენ ესე იგი თუ რაღაცა ჩვენთან მოდის, ესე იგი აუცილებლად ჩვენ დაგვეხმარება ის მაღალი ძალაც, რომელიც არსებობს, ხო? და მაგრამ და ამ დროს აი ნახავთ თქვენ რომ უფრო ძლიერი გახდებით, უფრო, იმიტომ რომ შეიძლება ზოგჯერ თქვათ ახლა, ნუ მოსუსტდება ადამიანი რაღაცა უკვე აი ყველანაირად ახლა დილიგირებას აკეთებს თავის თქვათ პარტნიორზე და თვითონ მე უკვე აი არის ეგეთი თემებიც რა, მაგრამ აი აქ შემიძლია გითხრათ რომ თქვენ ნამდვილად აი ეს დიდი რაღაცა ძალა განთავისუფლეთ, თქვენში დიდი ბლოკები მოხსენით და აი სიძლიერე თქვენი დაიჭირეთ, რომ მე ეხლა პასუხისმგებლობა უნდა ავიღო ჩემს თავზე. იმიტომ რომ ნუ სათრევი არავის არ უნდა, როგორც ქალს არ უნდა, კაცი რო იყოს ყურით სათრევი, ისე კაცსაც არ უნდა რომ იცოდეთ პრინციპში და კი შეიძლება თქვათ რომ არც არასოდეს ვიყავი და ასე შემდეგ, მაგრამ მაინც ახლა ეს ადამიანი რო წავიდა, თუნდაც ახლა სულ თქვენზე იყო დაუშვოთ ისედაც რა, მაინც უფრო თითქოს სიძლიერე იგრძენით, სხვანაირი ძალა წამოვიდა თქვენგან. გაიგეთ? აი ეგეთი რაღაცა თქვენი ну შიგნიდან რა, ასე ვთქვათ, ეს პირადი ძალა უფრო. კიდევ ნახოთ ამ ზოგი შეიძლება даже უფრო სექსუალურიც გახდა. არ გამოვრიცხავ, იმიტომ რომ შეიძლება გქონდეთ რაღაცა ისეთი მომენტები, რომ უკვე არის ეგეთი სიტუაცია, სხვათა შორის, რომ დაუშვათ ახლა დიდი ხანია უკვე სექსიც არ გქონდა, თქვათ, როგორც მეგობრები ისე იყავით სიტყვაზე, ან თქვათ ახლა, ну გეგონათ უკვე რომ вообще არავის არ მოუწონვარ და ასე, ну არის ყველას თავისი საჯარო გაშლა შაის არის რთული, რომ ბევრი რაღაცა შეიძლება იყოს მომენტები და მინდა რომ თქვენც ყველაფერი გითხრათ, რომ იცნოთ რა, რომ ეს თქვენი სიტუაცია რა. ნახოთ ახლა რას იძენ იმ გზაზე, რომლიცაც ახლა ადგები რა, რას შეიძენ. აი ცვლილებას, ნახეთ, როგორი ცვლილება მოდის. ახალი რა მოდის შენთან, ახალი თვისებები, ხო? და თავისუფლება, ნახეთ, რამდენი ახალი თვისებები მოდის თქვენთან რა, შეხედეთ რა. ანუ აქ თქვენი ცხოვრება, აქ ერთი კარტა, ხო?
ისეთი სქელია, რომ ასე მგონია ორი ხო არ არის. ანუ ესე იგი რას იძენ? პირველ რიგში მე შემიძლია გითხრათ, რომ თქვენ შეიძლება ვიღაცა დაიწყებს ისეთ საქმიანობას, რომელიც არც გქონდა თქვენ, ხო, ადრე. შეიძლება ზოგი დაიწყებს რამე პრაქტიკებს, შეიძლება ზოგი თქვათ, ახლა ანუ სიმშვიდეს იძენს, ხო? კიდე ანუ თქვენ გზაზე რომ მიდიხართ, თქვენ აი ნახეთ, აქ ბევრი რაღაცები გაქვთ თქვენ. და პლუს კიდე ისეთი რაღაცები, რაც თქვენ გესიამოვნებათ. მოდით ახლა აი აქ უფრო გავხსნი კიდე მე რას გულისხმობენ. ახლა ცოტა ისეთი პოზიცია საინტერესო, მაგრამ ინფორმაცია არის აქ даже შემიძლია გითხრათ რა, აი რაღაცა სტაბილურობასაც იძენთ, იცით, მეგობრებს იძენთ. ეგეთი მოდის რა. ნუ ნახოთ აბა რას იძენთ. რა ახალი თვისებები. აჰა. რას იძენთ. ნუ ხო გეუბნებით პირველ რიგში თქვენ რას იძენთ და თქვენ განთავისუფლებით ამ ადამიანზე დამოკიდებულებას. ანუ მაგ ადამიანზე ჯავრზე. ანუ იმაზე რომ თქვათ, აი არის რაღაცა ესეთი ჯავრი, ნახეთ, როცა თქვათ ახლა აი უფრო აქ ხა სულიერია, მოდით ასე რომ ვთქვათ რა. ანუ აქ განთავისუფლებით, იმიტომ რომ საერთოდ აჩვენებს ხოლმე ჩამოკიდებული იმასაც, რომ აი პრაქტიკებს, მედიტაციებს აკეთებ, ხო? და საერთოდ ნუ იცვლება შენი ცხოვრება, მაქსიმალურად იცვლება, რაღაცა ეს ძველი მიდის და ახალი შემოდის რა. და უფრო აკეთებ იმას, რაც შენ გინდა და მაგრამ ყველა ვარიანტში აი ეს ის შეიცვლება შენი ვთქვათ, ნერვიულობა ამ ადამიანზე, ეს გულის ტკენა, რომელიც გქონდა თქვენ, ხო? რაღაცას რომ არ ყოფნიდა კი არა, ნაკლებობას შეიძლება გრძნობდით რაღაც, ხო ხდებით რა? კი ბატონო, გრძნობა კი გქონდათ მაგ ადამიანის, მაგრამ ბევრი ტკენაც გქონდათ. აი ზუსტად თქვენ ამისგან განთავისუფლდებით რა თვისებები აქვს. ნუ კი ბატონო, აი თითქოს ხო გეუბნებით იმას რომ უშვებ თქვენ ახლა რაზეც ფიქრობდით, აი შეიძლება იმ ცხოვრებაზე, ხო, როგორ ცხოვრებაზეც გინდოდათ, აი ამას იძენთ. მოდით ასე რომ ვთქვათ რა. ანუ რაზეც ახლა ვერ ვახორციელებდი, აი ნუ ხო გითხარით, აქ შეიძლება ზოგს ესეთი რთული სიტუაცია გქონდა, რომ რა ვიცი რა, აი ხელფეხები შეკვირდი და ვერაფერს ვერ ვაკეთებ და ეხლა განთავისუფლდი, გზაც დაგილოცე, მადლობა ყველაფრისთვის და ეხლა მე ჩემი გზით მივდე, რომ აქ იყო ბევრი რაღაცა წყენები თან მით უმეტეს. გაიგეთ, აქ даже ტკივილი კი აი წყენები იყო. რომ აი რაღაცა არ მოგწონდათ. კი, გრძნობა, მაგრამ მაინც აი თქვათ შეიძლება ადამიანი ნაკლებად გამოხატავდა თავის თქვათ ახლა ყურადღებას თუნდაც ხო დაუშვათ ანუ შეიძლება როგორც ხალი თქვენ ვერ გრძნობდეთ თავს ისე როგორც თქვათ აი რომ ვერ არ გაფასებდეთ იმ დონეზე ხო სიტყვაზე თუ დაუშვათ თქვენ ბავშვი ყავს შეიძლება ვერ გეხმარებოდეთ ან არ გეხმარებოდეთ და თქვენ ამაზეც გული გწყდებოდა თქვათ დაუშვათ რომ ისე რა შეიძლება თქვენ აქ ხართ ისეთი ადამიანი რომელიც თქვათ მართლა ყველაფერი თქვენზეა ხო აი ნახეთ ამ ხოლმე თვირთი თქვენზე იყო ყველაფერი და განთავისუფლდით ეხლა აქედანაც ესეც არის რა კარგით ნახოთ ეხლა ჩვენ მაშინ შემდეგი კითხვა გვაქვს რას გასწავლა ამ ადამიანმა საინტერესოა რას გასწავლა ცხოვრება გასწავლა ისე შეიძლება ვიღაცის ეგეთი ინფორმაციაც იყოს რა გასწავლა და ბევრი რამე გასწავლა ამ ადამიანმა რომ იცოდეთ პირველ რიგში ნუ აქ ეთყობა ბევრი გაკვეთილები გამოიარეთ იმიტომ რომ აქ უეჭველი კარმული ურთიერთობა არის თქვენ უნდა შეხვედრილიყავით ყველა ვარიანტში და აუცილებლად აი კარმული გაკვეთილის კიდევაც გვაქვს ჩვენ აქ იცით რა არის? აი იმასაც გასწავლად, რომ თქვენ უნდა თქვენი თავი აგერჩიათ, ხო, თქვენი თავის
თავის შეყვარებაც გასწავლა, პლუს კიდე აქ ნახეთ კიდე რა არის. რაღაცა სიძლიერეს გასწავლა. კი, ბევრი ტკივილი, აი ნამდვილად შემიძლია რომ ბევრჯერ გაქვთ ესე გიტირიათ კიდევაც, გიტყვიათ კიდევაც რომ ღმერთო ისთვის არის ესა და რა თმინდა ეს ადამიანი ვერ გავიგე რა, მაგრამ აქ თითქოს როგორი მომენტი არის, რა გასწავლა, აი ძალიან ესეთი კარმული გაკვეთილები გქონდათ ამასთან, ძალიან დიდი მიჯაჭვულობა გქონდათ, აი ისე იყავით რომ რა გითხრათ რა, ანუ როცა ადამიანები ვერც ერთად არიან და ვერც შორდებიან რა, შეიძლება სხვაობაც გქონდათ აქ რაღაცა, მაგრამ პლუს კიდე ვიღაცას და არ ვიცი ეს ვის იქნება, მაგრამ აი რა გასწავლა და აი თითქოს ფული მოდის რა, იმიტომ რომ შმაკის ენერგია იქ ფულიც არის რა. ნუ ნახოთ აბა. ფულის შოვნა. გაგიშვათ ხო საზღვარგარეთ და დაიწყებთ იქ ფულის შოვნა. შეიძლება ეგეც არის. ნუ ხო გითხარით, აი ეს. და მე განთავისუფლა. კიდე იგივე ღმერთო. აქ რა არის, იცით მე გეტყვით რა არის, აქ უფრო. შეიძლება თქვენ ხართ ესეთი ადამიანი, რომელსაც აი შეიძლება კი არა, აგერ ხართ უკვე, ხო? აი ეს ბლოკები და თქვენი შიშები და რაღაცები, რომ მე თუ არა, აბა ვინ? მე თუ არა, აბა ვინ? აიღე ძალიან ბევრი აქ თქვენს თავზე. ანუ ყველას მამიდა რა რო იტყვიან. აი ყველას მე უნდა რაღაცა გავუკეთო, ხო? და ამიტომ აი აქ გეუბნებით, აი იმიტომ გითხარით, ნახეთ, შენი თავის არჩევა, შენი თავი. შეიძლება ეს ადამიანი იმდენად თვითონ იყო ეგოისტი, ხო? ანუ გაჩვენებდა თქვენ იმას, რომ აი დაუშვათ, როგორ უნდა მიიღო ის, რაც შენ გსურს. მიხვდით? ანუ და ეს იყო, აი ნახეთ, გაკვეთილი არის, კარმული მე-20 არკანი. ანუ ის, რომ თქვენ უნდა, აი, ქალი აქ არის იმპერატრიცა, შეხედეთ, იმპერატრიცა, რომელზეც თქვენ სადღაც რა ვიცი, სად გაუშვოთ ეს იმპერატრიცა თქვენიდან, ხო? აიღეთ ყველაფერი თქვენს თავზე და სხვათა შორის აქ არის გახსნა ქალური ენერგიების. აჰა, აი თქვენი ქალური ენერგიების გახსნა წავიდა. შეიძლება თქვენ აქ ზოგი დაუშვოთ, აქედან წავიდა ეზოტერიკაში. ეზოტერიკა არის ეგაც სხვათა შორის ეშმაკიც აჩვენებს ეზოტერიკას ხშირად. ზოგი წავიდა ეზოტერიკაში. აირჩიეთ თქვენი არჩევანი, თქვენი თავი დაინახეთ. შეიძლება პლუს კიდე რა გასწავლა ის, რომ არ არის საჭირო, რომ ყველანაირად აი ეს თვირთი ატაროთ რა. იმიტომ რომ თვითონ რო დაუშვოთ, ისე სეცაქცელი ქონდა, რომ დაუშვოთ არის თქვა, ანუ ყველაფერი ადვილად მოდის მის ცხოვრებაში. თქვენ ახლა უყურებთ, რომ ღმერთო ჩემო, ეს ვინილოცა ამაზე ამდენი, რომ მე ახლა აქ შრომობ, მე რაღაცებს ვაკეთებ და თქვათ ამდენი რაღაცები ჩემ ზურგზეა და ის მშვენივრად კარგად არის რა. წავიდა, მოვიდა რაღაცა თავისთვის ახლა. აი შეიძლება გასწავლა მაგან თავისი საქციელით, როგორ უნდა რომ იცხოვრო შენთვის და ყველაფერი კონდეს კიდევაც, ხო ხთებით. პლუს კიდე აქ დახურული რაღაცები, რაც კონდათ, რაღაცა პროგრამები, რაც კონდათ თქვენ დასამთავრებელი, ამასთან თქვენ დაამთავრეთ, დაასრულეთ რა. კონდათ, ნუ ყველას თავისი, ხა მე აქ არ დავიწყოთ, რომ ზეგამდე მოვშივით, ხა ყველას ნამდვილად ვერ გეტყვით, ხა ეგ უკვე თქვენი მატრიცა. ის უნდა განვიხილოთ, თუ გაინტერესებთ და აქ რაღაცა დაასრულეთ თქვენი პროგრამები. პლუს კიდე თქვენი ქალური ენერგიაც გაიხსნა. შეიძლება სხვათა შორის რაღაცა შიშებიც წავიდეთ, თუ გქონდათ რაღაც მომენტი, მაგრამ პლუს კიდე ვიღაცისთვის 18 ენერგია, როგორც გითხარით, გახსნა თქვენი პირადი დანიშნულების. რაღაცა ამ ადამიანმა დაგეხმარათ იმაში, რომ თქვა დაუშვათ წახვალეთ ეზოტერიკაში, იმიტომ რომ უკვე ვერ იპოვო ვერანაირი პასუხები სიტყვაზე, ახლა მიწიერ დონეზე და ფსიქოლოგებთან ვერავისთან და ავდექი და წავედი რაღაცა ეზოტერიკა დამაინტერესა და იქ უკვე დაიწყო თქვენი გახსნა. ესეც არის აქ. მიხვდეთ? ანუ სხვათა შორის ნუ დაგეხმარათ. აი გახსნა თქვენი შეიძლება დაუშვოთ თუნდაც ახლა სექსუალური თქვენი ენერგიაც გახსნა. კი ბატონო. და აქ შემდეგი ვნახოთ ახლა ეხლა როგორი ხარ მის გარეშე?
აქ არის იმპერატორი ქალი დაკარგული ჩვენი დაბრუნდა ხო დაბრუნდა დაკარგული ხო იყავი დაკარგული ეხლა დაბრუნდი აი ეხლა ხარ შენ ულამაზესი უკარგესი უჭკვიანესი შეიძლება თქვენ ეხლა დაუშვოთ აქ ეხლა აი თუ გიყვართ აი რა ვიცი ყვავილები თუ გიყვართ სადმე ბუნებაში წასვლა ანუ როგორი ხართ თქვენ ანუ ყველანაირად კარგი ანუ როგორ შეიცვალა შენი პირა აჰა ნახეთ როგორ შეიცვალეთ თქვენ შეხედეთ როგორ შეიცვალეთ როგორ ძალა ეთლი აქ ეხლა ამ წუთში გაიხსნა თქვენი ეს ქალური ენერგია ანუ პრინციპში უკვე ვთქვი ყველაფერი ისედაც რა იხსნება ქალი რომელსაც ყველაფერი აი ლამაზი მიმზიდველი წინსვლა ყველანაირად გექნება თქვენი სექსუალურობა თქვენ უკვე აღარავის არ მისცემთ უფლებას რომ ვიღაცა ჩაერიოს აი ასე როგორც თქვათ ეხლა აქ ვიღაცა იყო ჩარეული თქვენ ცხოვრებაში ზეგავლენა და ეგეთი რამები უკვე თქვენზე არ ითამაშებს არავითარ შემთხვევაში თქვენ დაადგეთ რაღაც ახალ გზას თუ რამე კარგი იყო თქვენში აი ეს ყველაფერი იღვიძებს ეხლა იღვიძებს და თუ არ გაიღვიძებს იცოდეთ რომ ყველაფერი კარგი აბსოლუტურად ყველაფერი კარგი გაიღვიძებს იმიტომ რომ აქ რაღაცა ეტაპი დასრულდა აქ რაღაცა ეს ადამიანი იცით როგორი იყო აი თითქოს ბოლო მიჯაჭვულება იყო და ანუ ვიღაცის ესეც ექნება და ანუ თითქოს შეიძლება დასრულება რაღაცა კარმული სხვათა შორის აი ცოტა ღრმად რო შევიდეთ არ გამოვრიცხავ რომ შეიძლება ვიღაცისთვის იყოს ეს ინფორმაცია რომ თქვა ამ ადამიანთანაც თქვენ ამ ცხოვრებაში დაასრულეთ ეს ურთიერთობა რატო ნახეთ როცა კარგად აი ასე ადამიანთან დაუშვათ შორდები როცა შენ არ ლანძღავ არ აგინებ თუ არ გინდა რომ იგივე სიტუაცია კიდე როდესმე შეხვდეს ხო აი ეს იმას ნიშნავს რომ უკვე შენ ართულებ ღმერთო ასრულებ რაღაც უკვე სიტუაციას ანუ გარმულ გაკვეთილს რომელიც შეიძლება ამ ადამიანთან რომ აღარ გამეორდეს მიხვდით უკვე всё დამთავრდა ეს სიტუაციები დამთავრდა უკვე მორჩა სანერვიულოდ წავიდა ასე რომ ვთქვათ რა მაგრამ ეს იმ შემთხვევაში თუ შენ დააფასე მიხვდი რომ არ იყო ყველაფერი ძალიან ცუდად ხო სიტყვაზე გაუშვი და ლოცე და განთავისუფლდი და ამიტომ გეძლევა ამხელა ძალა აი ამხელა ძალა კი არა აი რაღაც სასწაული გეძლევა თქვენ აქ რა აი ნაყოფიერი ანუ რაღაცა წინსვლა გელოდებით ძალიან დიდი ძალა იხსნება თქვენში რაღაც დიდი ცოდნა იხსნება არ ვიცი რაღაცა სასწაული რა სასწაული არის ეხლა აქ და ვნახოთ ეხლა ჩვენ ესე იგი რა გელოდებათ ხო ამ ცხოვრებაში შემდეგ და ეს გუშინაც იყო ის რა საინტერესო არის აი ეს პენტაკლების რვიანი ამ დასტაში სასწაული ისეთ რა არის მე ასე ვფიქრობ რომ თქვენ რაღაცას მოერიეთ აქ რა ძალა ბიჭდების მეფე აჰა რა გელოდებათ Короче, ჩემო სიხარულებო, მე არ ვიცი, მაგრამ თქვენში აქ ესეთი რაღაცები იხსნება, რომ მე არ ვიცი. აქ მე შემიძლია თქვა, რომ ვიღაცასთან ნამდვილად თქვენ ეხლა შეიძენთ, აი ვიღაცისთვის არის ეს ინფორმაცია, რომ ნამდვილად თქვენთან ცხოვრებაში შემოვა ვიღაცა ადამიანი, ძალიან მნიშვნელოვანი. მაგრამ აქ ნახეთ რა ხდება თქვენში თუ აი თქვენში, ხო? რა გაიხსნება უახლოს მომავალში, ანუ
პირველ რიგში კი ვიღაცას შეხვდება თქვა ეხა ის ცოტა ისეთი ფულიანი კაცი სტაბილური, მაგრამ მე უფრო ღრმად მგონია რომ აქ ნახეთ იმდენად ყველანაირ და სტაბილურდება სიტუაცია, რომ კიდევაც ფინანსურადაც კარგად უნდა იყოს, საქმეშიც ყველაფერი კარგად უნდა იყოს წინსვლა და პლუს კიდე ჯადოქარი აქ იმას გვეუბნება, რომ ყველანაირად შენ უკვე შეგიძლია შენი ცხოვრების მართვა და აუცილებლად ყველაფერი იქნება აქ კარგი. შენთვის, ანუ შენში იხსნება, ნუ ნახეთ ახლა ჯერ აი ეს პოზიციები უკვე რას გვეუბნებიან. ნუ აქ უეჭველი არის, ისე რა ქვია, დასრულდა რაღაცა კარმული თემა. მოდით ახლა იცით რა მინდა რომ ვკითხო, რომ აი თქვენთვის რჩევა. მოდით აბა რჩევა. всё დაასრულეთ რა. გადაწყვეტილება მიიღეთ და მორჩა. კი ბატონო, კი, თქვენი თავი აირჩიეთ. თქვენი თავი აირჩიეთ. აქ უნდა გააკეთოთ თქვენ ეს არჩევა, თქვენი თავი აირჩიეთ და აგერ პენტაკლების მეფე, ნახეთ. აქ თქვენ თვითონ აირჩიეთ, თქვენ დაასრულეთ ის რაც უნდა დასრულდეს, მორჩა. ეს ძალა მოიკრიბეთ თქვენ, იმიტომ რომ აქ თქვენ ახლა აი დარწმუნებული ვარ, უკვე ვიღაცა არის ახალი თქვენ ცხოვრებაში, ვიღაცა შემოდის ახალი. აი აქ უეჭველე. დაასრულებ ამას, შემოვა ახალი. სწორი ვარ. კი. აქ უნდა დაასრულოთ თქვენ, კი, ვაგერ გვერდხების პრინციპი. აქ უკვე დრო მოვიდა იმისთვის, რომ თქვენი აი ისტორია ეთყობა ამ ადამიანთან უნდა დასრულებულიყო. всё, დასრულდა. ასე უნდა, ანუ როგორც არის მაღალი ძალები, ხო? დავასრულეთ. მეოცე არკანი დავასრულეთ. აქაც უკვე всё, რაც შეგეძლო, ყველაფერი უკვე შენ ამ ურთიერთობიდან აიღე, დაასრულე. всё, აქ უკვე მეოცე არკანი, ანუ საგვარეულო ჩაერთო, მორჩა. ახალი მოდის თქვენ ცხოვრებაში აქ. კი, ახალი. ნახეთ, რა საინტერესო, აქ არის გვერდხების დედოფალი და პენტაკლების მეფე. ნუ ადამიანი ახლა ნუ ზოგისთვის ქმარი, ზოგისთვის ადამიანი, რომელიც მნიშვნელოვანი იყო, ან ვისთანაც ხდება ცხოვრობდეთ, შეიძლება არ ქონათ ხელი მოწერილი, აუცილებელი ხო არ არის. აქ არის და ახალი ურთიერთობა იქნება. თქვენ თითქოს რაღაც სხვანაირად გაიხსნა, აი რაღაცა მოდის ახალი ეტაპი, ახალი ურთიერთობა. თან ძალიან ისე აი თქვათ, შეიძლება მოულოდნელად ადამიანი შეიძლება იყოს ძალიან ისეთი, ნახეთ, თქვენ ძალიან ძლიერი ხართ იმის მიუხედავად, აქ ვერ ხედავთ, ხო ხედავთ. ხო? ეს ადამიანი ძალიან აი როგორი ისეთ ახალგაზრდული, თუნდაც ასაკში შეიძლება იყოს, შეიძლება პირიქით ახალგაზრდა ბიჭი, მაგრამ ძალიან ისეთი ძლიერი არის რა. ანუ აი როგორც მზე, როგორც აი ახალი ენერგია ისე შემოვარდება თქვენ ცხოვრებაში და თქვენ ეხა როგორ იქნებით, იცი არც ველოდებოდეთ, მერთო ჩემო, თუ შეიძლებოდა, თუ არც ველოდებოდი იმას, თუ ჩემს გვერდი აი ასეთი ძლიერი პიროვნება ვიღაცა შემოვიდეს. აქ არის ესეთი მოულოდნელი სიტუაცია, როცა აი ამას როცა გაუშვებ, ხო? სულ მალე შემოვა სხვა სიტუაცია თქვენ ცხოვრებაში. თან ძალიან აი ეს, ნახეთ როგორი ენერგია. სულ მალე ეგრევე შემოდის თქვენთან, ნახეთ, შეხედეთ, მზე, რომელიც ახლა აი ეს ყველაფერი თქვენი ნერვიულობები და რაღაცები, რომელიც გქონდათ, იგივე არკანები წამოვიდა, ხო? თასების რაინდიც, კი ბატონო. ის წავა აი ეს თასების რაინდი, ვიღაცა ვინც იყო, всё. დასრულდა, აქ ახალი გზა. აქ რაღაცა ახალი გზა მოდის, всё, ახალი ურთიერთობა, ამიტომ მიიღეთ, შემოლამაზებო. აი ასეთი იყო გაშლა, გელოდებით, რა თქმა უნდა, კომენტარებში მომწერეთ, ვის რეზონირდათ, მე ხო იცით როგორ მიყვარს თქვენი კომენტარების წაკითხვა, მადლობა. სულ ყველას თქვენი სიტყვის, სიყვარულისთვის, მე ძალიან მიყვარს და იცოდეთ, რომ წერთ ხოლმე მიყვარხარ და რაღაცა თბილ სიტყვებს, მე ეგრევე გეუბნებით ხოლმე გულით მიყვარხართ, მეც ძალიან მადლობა, ჩემო კარგი ბრო ჩემთან.